მაანკილოზებადი სპონდილიტი არის ართრიტის სახეობა, რომელიც პირველ რიგში აზიანებს ხერხემალს. დაავადება ხასიათდება ხერხემლის სახსრების ანთებით, მისი შემდგომი მოძრაობის შეზღუდვით და ტკივილით. ასევე შეიძლება დაზარალდეს მუხლის და მხრის სახსრები. მაანკილოზებადი სპონდილიტის დროს ხერხემლის სახსრებში ანთება როგორც წესი, გამოიწვევს მალების და მისი სასახსრე ზედაპირების შერწყმას. ამის შედეგად ვითარდება ხერხემლის მოძრაობის სიხისტე და ის მოუქნელი ხდება. მალების შერწყმა ხდება როგორც რეაქცია იოგებისა და მკაცების ანთებაზე ძვალზე მიმაგრების ადგილებზე. ანთება იწვევს ცვლის ეროზიას მიმაგრების ადგილზე. შემდეგ კი, როგორც კი ანთება ჩაცხრება, სხეულის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესი იწვევს ამ ადგილას ცვლის ახალ ზრდას. იმის გამო, რომ ეს ახალი ძვალი ხისტია, მკაცების ან იოგების ელასტიურობისგან განსხვავებით, ხერხემლის მოძრაობის ნორმალური დიაპაზონი მცირდება. მაანკილოზებადი სპონდილიტი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულია ახალგაზრდა მამაკაცებში 15-დან 30 წლამდე, თუმცა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს. მაანკილოზებადი სპონდილიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტს აქვს სპეციფიკური გენი, სახელწოდებით HLA-B27.